იცოდით რომ აგვისტოს კოსოვოს გამო დაიწყო 2008 წელს საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იყო. რუსეთი უკვე იმზადებოდა ომისთვის, პუტინი უკვე იმზადებოდა და სამზადი საწარმოებდა საქართველოს საწინააღმდეგოდ მოქმედებების დასაწყებად და ნათელი ხდებოდა რომ ან საქართველო, ან უკრაინა, ან რომელიღაც სხვა ქვეყანაში აუცილებლად გაჩაღდებოდა კონფლიქტი. ამის რამდენიმე მთავარი მიზეზი უძღოდა წინ. ამის კარგი მაგალითია იმ გარემოებების შექმნა, როგორიც არის მაგალითად დასავლეთის მოძრაობების დაწყება, აღმოსავლეთის ნატოს გაფართოება აღმოსავლეთით. ამის კარგი მაგალითია, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა ანტისარაკეტო იარაღის განთავსება ევროპის ტერიტორიაზე. ამის მაგალითია მაგალითად ვარდების რევოლუცია საქართველოში, როდესაც ცალსახად პროდასავლური ორიენტაციის მქონე პოლიტიკური ჯგუფი მოდის ქვეყნის სათავეში, ამას მოყვება 2004 წელს ნარინჯისფერი რევოლუციები უკრაინაში და ამას ემატება კოსოვოს საკითხი. კოსოვომ როდესაც მოინდომა სერბეთიდან გამოყოფა, ამას დასავლეთმა თავიდანვე დაუჭირა მხარი და უფრო და უფრო აქტიური ხდებოდა ამაზე საუბარი. როგორც იცით, კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 2008 წლის 17 თებერვალს და ამას დაუბრუნდები. ამაში პუტინი გამოდიოდა და პირდაპირ აცხადებდა ინტერვიუებში, რომ პირდაპირ ამ ფრაზას იყენებს, რომ თქვენ ევროპელები ასეთი სულელები ხართ, რომ აგერ ჩემთანაც არის იგივე შემთხვევა, მაგალითად აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი მთხოვს დამოუკიდებლობის გამოცხადებას დნეპრისპირეთი და რატომ უდგებით ამ საკითხს ორმაგი სტანდარტებით და ზუსტად 2008 წლამდე საკმაოდ დაძაბული მდგომარეობა იყო, ისედაც საქართველოსა და რუსეთს შორის ისედაც უკვე მწვავდებოდა მდგომარეობა, თუმცა აქ მერე ისეთი დრამატურგიული მოვლენები განვითარდა, სხვადასხვა ნაწილებში ამაზე ვისაუბრებ და ბოლოს შევკრავ ყველაზე ერთნაირად ვისაუბრებ ერთ დიდ ვიდეოში, მაგრამ პირველ ნაწილში მინდა ამაზე ვისაუბრო. თებერვალში 2008 წელს ჩანიშნული იყო საქართველოს დელეგაციის ვიზიტი რუსეთში. თავიდან 6 თებერვალს, 2008 წლის 6 თებერვალს ჩავიდა გრიგოლ ვაშაძე, რომელიც მაშინ იყო საქართველოს საგარეო ურთიერთობათა მინისტრის პირველი მოადგილე 2008 წელს ჩავიდა რუსეთში და გარკვეულწილად მოსინჯა სიტუაცია. მაშინ საკმაოდ რთული ინფორმაცია ჩამოიტანა, იმიტომ რომ საკმაოდ უარყოფითი დამოკიდებულება გამოავლინა მაშინ რუსეთის პოლიტიკურმა ელიტამ და პირდაპირ წაუყენა მოთხოვნები და საკითხები შეეხებოდა როგორც ლტოლვილებს, ანუ არაპირებდნენ ისინი ქართული ლტოლვილების დაცვას და წაუყენა მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზეთის გაყოფაზე უნდა დაგვეწყო თურმე ფიქრი. ამას დაემატა მოვლენების გამწვავება უფრო მეტად კოსოვოს გარშემო და 17 თებერვალს კოსოვომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და მას დასავლეთის სახელმწიფოებმა დაუჭირეს მხარი. მაშინ როდესაც დაუსვეს პუტინის შეკითხვა, აღიარებდა თუ არა ის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, მისი პასუხი იყო რომ არა. მხოლოდ იმ ქართულ პოლიტიკოსებთან მან ასეთი განცხადება გააკეთა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში აღიარებდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, თუ საქართველო დაიწყებდა ომს. ცოტა მინიშნებასავით ხომ არ არის. ამის შემდეგ 21 თებერვალს მიხეილ სააკაშვილი გაემგზავრა მაშინ მოსკოვში პუტინთან შესახვედრად და ასევე საკმაოდ ისეთი დამრტყმელი შედეგები განვითარდა. რეალურად ქართულ დიპლომატიას რაც არ უნდა დავწამოთ და რაც არ უნდა ჩვენი დამოკიდებულებები გქონდეს, ფაქტია რომ სოფლიოში გამწვავებულმა მდგომარეობებმა იმოქმედა აი ამ ორ ურთიერთმიმართებაში, ხო, როგორც არის საქართველოს-რუსეთის ურთიერთობაზე მისამე ფაქტორმა, ზოგადმა გეოპოლიტიკურმა მოცემულობამ და რუსეთის კავშირმა დასავლეთთან იქონია პირდაპირ პროპორციული კავშირი და საქართველოს იმ პერიოდში განსაკუთრებით ასოცირებული იყო იმდროინდელ ამერიკის შეერთებული შტატების ბიუროკრატიასთან, გერმანიასთანაც, მაგრამ უფრო მეტად ამერიკის შეერთებულ შტატებთან და მაშინ ამერიკის პრეზიდენტი იყო ჯორჯ ბუში უმცროსი, რომელიც ასეთი ვთქვათ, ერთგვარი ბუშის ფაქტორი არსებობს ჩემი აზრით, იმიტომ რომ ის გამოირჩეოდა ამერიკის პრეზიდენტებშიც კი როგორც ყველაზე რუსთმოძულე პრეზიდენტი, მაგრამ ამის შემდეგ ისეთი მოვლენები განვითარდა, რომ რეალურად აი რაღაც დრამას გავს ეს რამოდენიმე პერიოდი, აი რომ ავიღოთ 6 თებერვლიდან, ანუ ვაშაძის ვიზიტიდან 2006 წელს 6 თებერვლიდან მოვლენები 8 აგვისტომდე
იმდენად მრავალი პროცესი განვითარდა, რომ აი უბრალოდ რაღაც გიგონება, რაღაც რამდენიმე ტომიანი ისტორიული რომანი ვითარდება. ამიტომ არ მიყვარს ხოლმე ამ კითხვის დასმა და ამ კითხვაზე პასუხის გაცემა და ამაზე კამათი, როდის დაიწყო ომი. ომი დაიწყო 7 აგვისტოს თუ 8 აგვისტოს. ომი დაიწყო რეალურად 1999 წლის მარტში, როდესაც არაქართულმა აფხაზებმა ლიხტში, გუდაუთაში მოითხოვეს გამოყოფა. აი მაშინ დაიწყო ომი, რასაც მერე მოყვა 9 აპრილი, მერე მოყვა აფხაზეთის ომი, შემდეგ მოყვა აგვისტოს ომი და დღესაც გარკვეულწილად ამ შეკრულ, გართულებულ მდგომარეობაში ვიმყოფებით, მაგრამ ყველაფერი წინ არის და მალე შინ.